სახელითა მამისა და ძისათა და სულისა წმინდისა. ძველი სტილით 25 დეკემბერს ხოლო ახალი სტილით 7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქრისტეშობის დღესასწაულს. ვინ იყო ქრისტე, რატომ მოევლინა სამყაროს და მნიშვნელობა ჰქონდა მის მოვლენებას. წმინდა წერილი იწყება შემდეგი სიტყვებით: დასაბამად ღმერთმა ჰქმნა ცადა ქვეყანა და არაფრისგან ღმერთმა შექმნა ყველაფერი. წმინდა მამები ცაში გულისხმობენ ზეციურ ანგელოზებს, ხოლო ქვეყანაში იგულისხმება ხილული სამყარო, ყველაფერი რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ღმერთმა თავდაპირველად შექმნა უსხეულო გონიერი ძალები, რომელთა ძირითადი საქმიანობა იყო ღვთის კანდიდება და მისთვის გალობა. ისინი ხარობდნენ ღმერთთან ყოფობით და ღმერთმა ისინი თავისი სიყვარულის თანაზიარი გახადა. ღმერთთან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა ლუციფერი, ათლის ანგელოზი, რომელმაც ვერ დაიტია ის სიყვარული, ის დიდება, რასაც ანგელოზები ღმერთთან ყოფობით განიცდიდნენ. მოინდომა, რომ თავისი პატივით ატოლებოდა ღმერთს და ის დაეცაცოდა ამ წვლით. რა თქმა უნდა, ის დაშლილი იქნა და მასთან ერთად ცეციდან გადმოგდებული იქნენ ანგელოზების უმრავლესობა. და მანამდე ღმერთთან ახლოს ყოფილი ანგელოზები გახდნენ ეშმაკები. ანუ ანგელოზების დაცემის მიზეზი გახდა ის, რომ ისინი მათ მოინდომეს ღმერთთან. ზეციური ძალების შემდეგ ღმერთმა შექმნა ხილული სამყარო და 6 დღეში გაასრულა ღმერთმა ხილული სამყარო შექმნა და ყველა ქმნილებას ღმერთი ქმნიდა ერთი სიტყვით. ყოველ შემთხვევაში ესია მოხსენიებული წმინდა წერილში. თქვა ღმერთმა და იქმნა ზე, მთვარე, ვარსკვლავები და ასე შემდეგ. მხოლოდ ადამიანზე თქვა ღმერთმა. წმინდა წერილში ესია მოხსენიებული. ქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენთან. ღმერთმა აიღო მიწის მტვერი, მოზილა ადამიანის სხეული და მიცა მას სიცოცხლის სული. არც ერთ სხვა ქმნილებაზე არ უთქვია ღმერთს, რომ მოდი შევქმნათ ხატად და მსგავსად ჩვენთან. არც ერთ სხვა ქმნილებაზე არ გაუმახვილებია ეს ყურადღება, რომ რამდენი მოქმედება არ შეუსრულებია ღმერთს, რომ მოზილა დიხა გამოძერწა ადამიანი და მიცა მას სული. ღმერთს, რა თქმა უნდა, შეეძლო იგივენაირად შეექმნა ადამიანიც, როგორაც შექმნა სხვა ქმნილებები, მაგრამ ამით გამახვილებულია ყურადღება ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას. ღმერთმა ადამიანის შექმნა სამყაროს გვერდით და ყველაზე მთავარი რაც არის, ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად. რას ნიშნავს ხატება და რას ნიშნავს მსგავსება? ადამიანს აქვს ის თვისებები, რაც აქვს ღმერთს. მაგალითად, ადამიანი არის შექმნიდან არის უკვდავი. ადამიანი, როდესაც გარდაიცვლება, მისი სული არ ქმნება. უკვდავია და მარადიულად არსებობს. ისევ როგორც ღმერთი არის უკვდავი. ადამიანი არის სამყაროს მბრძანებელი. ღმერთმა ადამიანი დაადგინა მთელი სამყაროს მბრძანებლად და ადამიანმა დაარქვა ყველა ცხოველს, ფრინველს, ყველა არსებას სახელები თუ ვინმეს სახელები ვიცით დღეს ჩვენ. და ადამი განაგებდა მთელ სამყაროს ისევე როგორც ღმერთი განაგებს მთელ სამყაროს. ეს არის თვისებები, რომელიც ხატებას გულისხმობს. ღმერთის ხატებას გულისხმობს. რას ნიშნავს მსგავსება? ადამიანს თავისი სულიერი ცხოვრებით, თავისი სულიერი წარმატებით, თავისი მცნებების შესრულებით, სახარებისა მცნებების შესრულებით შეუძლია მიესგავსოს ღმერთს და გახდეს როგორც ღმერთი. რა თქმა უნდა, არ არის ესეთი როგორც ღმერთი, ამიტომ რომ ბუნებით ღმერთი ერთია, არამედ მადლით ღმერთი, როგორებიც გახდნენ წმინდანები, თავიანთი წმინდა ცხოვრება. ღმერთმა ესეთი სიმდიდრე მიანიჭა ადამიანს. და ადამიანი ღმერთმა დაადგინა ენით აღმოწეველი ედემის ბაღში. და ადამიანის თავარი საქმიანობა იყო ღმერთთან საუბარი. ღმერთი უხსნიდა ადამიანს და ევას, როგორ შექმნა სამყარო, როგორ შექმნა თავად ადამიანი. ადამი და ევა ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ღმერთს. და მათი მთავარი საქმიანობა იყო ის, რასაც ანგელოზები აკეთებდნენ ზეცაში. კანდიდება ღვთის და ღმერთმა სამოთის ბაღში დანერგა ორი ხე. ხე სიცოცხლისა და ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. ყველა ხის ნაყოფის ჭამის უფლება ჰქონდა ადამიანს, გარდა ერთი ხის ნაყოფისა, ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. ღმერთმა უთხრა, რომ
ეს ამ ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, თუ შეჭამთ მოგდებით. ეს მცნება იყო და მორჩილება მცნებისა იყო გამოხატულება იმისა, რომ ადამიანი ემორჩილებოდა ღმერთს და მის თავის ნებას უქვემდებარებოდა ღმერთს. ამით გამოიხატებოდა მისი მორჩილება ღმერთის მიმართ. მაგრამ ეშმაკი, რომელიც ძალიან დიდ პატივში იყო მანამდე და ხედავდა ადამის და ევას ნეტარებას ედენის ბაღში შურდამათი და შური რა არის? როდესაც ადამიანს არ უხარია სხვისი სიკეთე. რა თქმა უნდა, ეშმაკსაც არ უხაროდა, როდესაც ესეთ ნეტარებაში იყვნენ ადამი და ევა და მოინდომა გამხდარიყვნენ ისინიც ისეთივე მდგომარეობაში ჩავარდნენ, როგორც მდგომარეობაში და თვითონ ჩავარდა თავის დროს. ეშმაკი გველი სახით მიდის ევასთან და ეუბნება, რომ შენ ღმერთმა ამ ხილის ნაყოფის ჭამა, იმიტომ აგიგზავნა, რომ თქვენ ამ ხილის ნაყოფს შეჭამთ, გახდებით როგორც ღმერთი. და ღმერთს არ უნდა რომ კიდევ იყოს მისნაირი ვინმე, და ამიტომ აგიწევთ ამ ხილის ნაყოფის ჭამა. ევამ დაუჯერა ეშმაკს შეჭამა აკრძალული ხილის ნაყოფი, აჭამა თავის ქმარსაც და ადამმა და ევამ ამ ხილის ნაყოფის ჭამით გამოხატეს სურვილი იმისა, რომ გამხდარიყვნენ როგორც ღმერთი. ანუ თავიანთი თავი გაუტოვეს ღმერთს, მოინდომეს ღმერთობა და მოინდომეს იგივე მდგომარეობაში ყოფობა, რაც თავის დროზე დაცემულმა ანგელოზმა გააკეთა ზეცაში. ადამი და ევა ამ ცოდვის გამო გამოგდებული იქნენ სამოთხიდან, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი ცოდვა არ ჩაედინათ სამოთხეში. მათ კიდევ უფრო არ დასჯილიყვნენ და სამოთხის კარები დაიხშა. მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიცა აღთქმა, რომ სამოთხის კარები აუცილებლად გაიღებოდა, მათ მოულენდა მესიას, რომელიც ქალწულისაგან იშობოდა და კვლავ დააბრუნებდა ადამიანს სამოთხეში. ეს იყო აღთქმა, ძველი აღთქმა, რასაც ჩვენ ძველ აღთქმას ვეძახით, ეს იყო აღთქმა ღმერთის ადამიანის მიმართ, რომ მესია მოვიდოდა და მესია გააღებდა სამოთხის კარებს. სანამ მესია მოვიდოდა, ყველა მართალი ადამიანი ადამიდან და ევადან მოყოლებული, ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში. აბრაამი, ისააკი, იაკობი, ნოე, დავით წინასწარმეტყველი, სოლომონ წინასწარმეტყველი, ყველა მართალი ადამიანი მიუხედავად მათი წმინდა ცხოვრებისა, იმის გამო რომ მათ ჰქონდათ ადამის ცოდვა, იმის გამო რომ ისინი ელოდებოდნენ მესიას ელოდებოდნენ ჯოჯოხეთში. მესიის მოლოდინი და მართალი ღმერთის ერთადერთი სამყარო შექმნილი ღმერთის დაყვანისემა იყო მართალი სარწმუნოება მათი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ მართალი სარწმუნოება ჰქონდათ, ადამის ცოდვის გამო ვერ ხდებოდნენ სამოთხეში და სამოთხის კარები იყო დახშული. ყველანი ელოდებოდნენ მესიას და სამოთხის კარების გასაღებად აუცილებელი იყო მსხვერპლი, რომელიც ადამიანს უნდა გაეღო. ვერანაირ როგორც წმინდა მამები ამბობენ, ვერც ერთი ადამიანი, ყველა მართალი ადამიანი, რომ ერთად შეწირული იყო მსხვერპლად და გაეღო თავისი სიცოცხლე, იმდენად დიდი იყო ადამის და ევას დაცემა, იმდენად დიდი იყო მათი ცოდვა, სამოთხის კარებს ეს მსხვერპლი ვერ გააღებდა. მსხვერპლი უნდა ყოფილიყო შეუფასებელი, მაგრამ ამავე დროს მსხვერპლი უნდა გაეღო ადამიანს. და ისევ ღმერთმა, ყოვლადმოწყალე ღმერთმა კეთილინება და ყოვლადწმინდა სამების მეორე პირის ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო, სამყაროს მოევლინა როგორც ადამიანი და ეს იყო ის მესია, რომელსაც მთელი კაცობრიობა მართალი ადამიანები ელოდებოდა. ეს მესია იყო იესო ქრისტე და ეს მესია დაიბადა დღევანდელ დღეს, 25 დეკემბერს. ყოვლადწმინდა სამებაზე მინდა ორი სიტყვი თქვა. ჩვენ ვიცით, რომ სამყაროს შექმნილი ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება. ვამბობთ რა ყოვლადწმინდა სამებას ეს არნიშნავს იმას, რომ სამი ღმერთი ერთია, მაგრამ არის სამბიროვანი. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. სამივე ერთმანეთისგან არაფერს არ განსხვავდება, ას პატივით, ას დიდებით. სამივე არის სამყაროს შემქმნელი, სამივე არის ადამიანის შემქმნელი. არც ერთ მათგანს არც დროში დასაწყისი აქვს, არც დასასრული აქვს. მამისგან იშობა ძე და მამისგან გამოდის სულიწმინდა. ეს არის თვისებები ყოვლადწმინდა სამების. და სწორედ ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი ძე ღმერთი განგრძდა. წმინდა მამები იმისათვის, რომ ადამიანი ჩაწვდეს ყოვლადწმინდა სამების მიხვდეს თუ როგორ არის 3 და 3-1, შედარებისთვის მოყავთ მზის მაგალითი. აი როგორც მზეს აქვს თავისი ფორმა მრგვალია, მზისგან გამოდის მზე და მზისგან გამოდის სინათლე, მაგრამ არ ვამბობთ, რომ არის 3 მზე, არის ერთი მზე. ასევე არის ყოვლადწმინდა სამი, რომელსაც აქვს 3 პირი. ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი ძე ღმერთი განგრძდა და მოევლინა სამყაროს. ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი ჩაისახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღში
გაიზარდა იქ როგორც ადამიანი, სამყაროს მოევლინა როგორც ადამიანი და ჯვარზე აღესრულა ის მსხვერპლი, რომელიც მსხვერპლსაც მთელი კაცობრიობა ეროდებოდა ამდენი საუკუნის განმავლობაში. წმინდა წერილში არაერთი მაგალითია იმის დამადასტურებელი, რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი. როდესაც იესო ქრისტეს ასწავლებს ახდენდა და დევნიდნენ ფარისეველები მას ესეთ რამეში დებდნენ ბრალს. ჩვენო რატომ დევნითო მე ქრისტე ეკითხება? იმიტომ კი არ დევნითო რომ კარგი კაცი ხარო და სასწაულებს მშვიდი ხარო. კაცი ხარო და შენ თავს ღმერთს უწოდებ. სხვა ადგილზე იესო ქრისტე ამბობს, მე და მამა ერთი ვართ. ანუ თავის თავს უწოდებს მამა ღმერთს. წმინდა პავლე მოციქული ამბობს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, გამართლა და სულითა, ეჩვენა ანგელოსა და იქადაგა წარმართთა შორის. პირდაპირ ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ანუ ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება. ღმერთი სამყაროს მოევლინა როგორც ადამიანი. მიზეზი ღმერთის დამატებისა იყო ადამიანის გამოხსნა ჯოჯოხეთიდან. და მეორე მიზეზი, რასაც წმინდანები ამბობენ, არის ის, რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო ღმერთის ის დიდი სიყვარული გამოჩენილიყო, რა სიყვარულსაც ჩვენ ახლა ვგრძნობთ ღმერთისგან, რომ ამხელა მსხვერპლი გაიგო. შექმნა არაფრისგან, ყველაფერი შექმნა არ არსებობდა არაფერი და ამხელა სილამაზე შექმნა ადამიანი. მიუხედავად ჩვენი უმადურობისა და დაცემისა, კვლავ ჩვენს მიმართ ამხელა სიყვარული გამოავლინა და ჯვარზე გაეკრა ჩვენთვის. სამყაროს მოევლინა და ჯვარზე გაეკრა. როგორ გიყვარს ხოლმე ადამიანი, როგორც ჩვენთვის რაღაცა სიკეთის გააკეთებს. და თუ ჩვენთვის თავი გაწირა და სიცოცხლე გაწირა ხო საერთოდ. როგორ შევიყვარებთ ესეთ ადამიანს, მაგრამ ღმერთმა მთელი სამყაროსთვის გაწირა თავი და მოკვდა ჯვარზე როგორც ადამიანი. და ღმერთი რომ სამყაროს არ მოვლენოდა და არ მოხდარიყო ეს ყველაფერი, ხო ვერ გავიგებთ ჩვენ. ამ სიყვარულს, სიყვარულს ღმერთმა ჩვენს მიმართ გამოავლინა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა ამ დიდი წყალობისთვის და ილოცავთ დღევანდელ დღეშობის ზემოების სასწაულს და ღმერთმა დავას დაგვასვისებთ.